მოგესალმებით. ვაგრძელებთ მოგზაურობას საკუთარი მესკენ, შემოქმედისკენ, სადაც თქვენ ხართ უპირობო სიყვარული. ყველას მადლობა, ვინც დაიწყეთ და აგრძელებთ ამ გზას. ჭეშმარიტად უმაღლესი გზა. გამოღვიძება მეხსიერების უჯრედების, რომელთაც თქვენ იხსენებთ ვინ ხართ სინამდვილეში. ნამდვილი. დღეს ვისაუბრებ ფიზიკურ სხეულზე. გავაგრძელებ ცოტა კიდევ ამ თემაზე. როგორ ფუნქციონირებს, როგორ გვეხმარება, როგორ უნდა გამოვიყენოთ მისი მექანიზმი, როგორც ინსტრუმენტი. გიყვარდეთ და უხდიდეთ მას მადლობას. როგორც უკვე ვთქვი, ფიზიკურ სხეულს ვირჩევთ ჩვენ თვითონ. ჩვენი არჩევანი იყო მიგვეღო ამ სხეულში გამოცდილება. ყველაზე აუცილებელი, რაც გვჭირდებოდა. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩანს ერთი შეხედვით. როცა ვიტყვით ხოლმე, რატომ არის ცხოვრება ასეთი უსამართლო სინამდვილეში, ეს ჯილდოა, რომელსაც სული ირჩევს. მას უნდა, რომ ამ სცენარებით იცხოვროს დედამიწაზე. ყველას არ ერგება ასეთი ჯილდო, იცხოვროს დედამიწაზე. ახლა დედამიწის, თვითონ დედამიწა გლობალური გადასვლის პერიოდშია და აქ ჩამოვიდნენ დედამიწაზე ამ პერიოდში ყველაზე ძლიერი სულები, ასე ვთქვათ, ფრიადოსნები. ახლა ისინი ვიბრაციულად წევენ მაღლა, მთელი თავისი ცნობიერით დედამიწას. როცა იცვლები, ვიბრაციულად მოქმედებ მთელს პლანეტაზე, მთელ სამყაროზე, იმიტომ რომ ჩვენ ნაწილები ვართ ერთი მთლიანის. ზუსტად ამის მსგავსად მინდა გითხრათ ახლა როგორ ფუნქციონირებს ჩვენი სხეული. ჩვენი სხეული უჯრედული სტრუქტურაა და მან მშვენივრად იცის. თუ გტკივა ხელის თითი, მთელი ნერვული სისტემა, მთელი ორგანოები ამაში მონაწილეობენ. ყველა უჯრედი ღებულობს ჩვენს ფიქრებს, ემოციებს. და ეს ფიქრები და ემოციები რჩება უჯრედის დონეზე, როგორც გამოცდილება. და მივმართოთ ჩვენს სხეულს უკვე გააზრებულად. არა როგორც მე, არამედ როგორც ჩვენ. ჩვენ არის მთელი უჯრედული სისტემა. მაგალითად, ჩვენ თანახმავართ განიკურნოს ყველა უჯრედი. ჩვენ თანახმავართ დაიწყოს ყველა სამკურნალო პროცესი მთელს ორგანიზმში. დაიწყოს, გააქტიურდეს. ჩვენ თანახმავართ, რომ ჩვენმა უჯრედულმა სისტემამ დაიწყოს თვითმკურნალობა. ჩვენ ვართ მთელი უჯრედული სისტემა და როცა ვამბობთ მე, შენ ანცალკევებ შენს თავს ბიოლოგიური სისტემიდან. ბევრი პლანეტები გალაქტიკაში, სისტემები, ბევრი ვარსკვლავები, ეს მთელი ორგანიზმია ერთის, მთელი სხეული ღმერთის და ჩვენ არსებები, მსგავსები ვართ ღვთისა და მთელი ორგანიზმის ნაწილები. ამიტომ როცა ერთი პატარა რაღაცა აგვტკივდება, მთელი ორგანიზმი რეაგირებს. ეს მოქმედებს ასევე შენს ტყუპ სულზე. როცა მგრძნობელობა გახსნილი გაქვს შენი სულის ნახევარს, თუ ტკივა შენს გრძნობ ფიზიკურად ზუსტად ის ტკივა, რაც მას. ეს ახლა სხვა თემა, ამაზე უფრო ვრცად მე კიდე ვისაუბრებ. ახლა გავაგრძელოთ ისევ ჩვენი თემა.
ანუ მთელი ორგანიზმი რეაგირებს ტკივილზე. ტკივა განვიცდით ემოციებში ვართ და მთელმა ორგანიზმმა იცის ამ ტკივილის შესახებ. ამიტომ ჩვენ ვართ ერთი მთელი ორგანიზმი. ესაუბრეთ თქვენ სხეულს, მიეცით უფლება უჯრედებს და მთელ სტრუქტურას განიკურნონ. მე ვაძლევ უფლებას ჩემს ყველა უჯრედს დაიწყოს პროცესი თქვით განკურნების. მთელ სხეულს ესმის ყველა უჯრედმა იცის დანარჩენი უჯრედის შესახებ. ყოველ უჯრედს აქვს ცნობიერი. ყველა უჯრედი არის ერთი მთლიანის ორგანიზმი. პლანეტარულ დონეზეც ასეა. ჩვენ ერთი სისტემა ვართ. როგორ იხარჯება ჩვენი ფიზიკური ენერგია? ჩვენი ენერგია ყველაზე მეტად იხარჯება ნეგატიურ ემოციებში. როცა ადამიანი რაღაცას განიცდის, ემოციურად დებს ბევრ რესურსს. ამას მიაქვს მისი ძალა და მერე ადამიანი გრძნობს თავს გამოფიტულად, დაღლილი. ასევე საჭმლის მონელების დროს, როცა საჭმელი მძიმეა, მსუყეა, ან დიდი რაოდენობის საჭმელია, ეს ასევე მოქმედებს ორგანიზმზე. ჩვენი ორგანიზმი ისეთი ჭკვიანი მექანიზმია, მან ძალიან კარგად იცის თვითონ როგორ აღადგინოს თავი, დაარეგულიროს და განკურნოს. მშვენივრად იცის, მაგრამ ჩვენ მას ვტვირთავთ. მაგალითად, ფიზიკურად ბევრს მუშაობს ადამიანი. ესეც ფიტავს ორგანიზმს. ყველაფერი უნდა იყოს ნორმის ფარგლებში. ოქროს შუალედი. ჩვენი ორგანიზმი გამოყოფს იმდენ ენერგიას, რამდენიც საჭიროა ჩვენი ბედნიერი ცხოვრებისთვის. როცა ადამიანი ბევრ საკვებს ღებულობს, გადამამუშავებელი სისტემა ხარჯავს ძალიან ბევრ ენერგიას აღდგენისთვის და ახალგაზრდავებლად. უკვე აღარ ყოფნის ენერგია. აქაც ყველაფერი უნდა იყოს ნორმის ფარგლებში. ასევე სულ თუ თან დაგვაქვს ნეგატიური ფიქრები, ჩვენი ტვინი ხედავს სურათებით. როცა თქვენ რაღაც ნეგატიურს იხსენებთ და ფიქრობთ, თქვენ ისევ იმ სიტუაციაში აყენებთ თქვენს თავს და შინაგანი ეკრანით ხედავთ იმ სურათს. ამითი თქვენ იღებთ წარსულიდან იმ სურათს და გადმოგაქვთ ამ აწმყოში. ტვინი ღებულობს მას რეალობად და ის იწყებს მის განხორციელებას. როცა ადამიანი იაზრებს, რომ მისი ცხოვრება ინგრევა, რაღაც ისი არ ხდება, აქ უნდა შევჩერდეთ და ჩავიხედოთ საკუთარ თავში. მივადევნოთ ყური. რას ვფიქრობდით ერთი თვის განმავლობაში? როცა ხშირად ფიქრობ ერთი და იგივე რამეზე, ის მატერიალიზდება. თუ ადამიანს ენერგია ბევრი აქვს, მატერიალიზდება უფრო სწრაფად. თუ ადამიანი დასუსტებულია, იმუნიტეტი დასუსტებული აქვს, მაშინ ფიქრები სრულდება ძალიან ნელა. ეს ყველაფერი მოქმედებს მთელ უჯრედოვან სისტემაზე. თქვენ ფიქრობთ ნეგატიურ სცენარებზე და მთელი თქვენი უჯრედები ამას განიცდიან. იმავე მდგომარეობას გრძნობენ, რეაგირებენ. როცა უჯრედები გრძნობენ, რომ ცხოვრებაში თქვენ მოიქეცით რაღაც არასწორად, რაღაცის გამო ეჩხუბებით თქვენ თავს, განიკითხავთ მას. ხვანაირად უნდა მექნა, სხვაგან უნდა წავსულიყავი, არ უნდა მეთქვა. სხეული ამას ღებულობს, ისო თითქოს თქვენ მოიქეცით არასწორად და იწყებს ტკივილს, თვით დასჯას. სხეული იწყებს თვით დასჯას. შეიძლება ამისასე განხილვა. შეიძლება კიდე განვიხილოთ ესე, რომ შენ თვითონ აპროგრამებ შენ თავს, რამე ავადმყოფობით. ასე უბნები თავს, რომ მომაქცია ყურადღება. ტკივილისგან იწყებს მერე ადამიანი ამოძრომას მდგომარეობიდან. არსით, თავისი არსით ავადმყოფობა ჯილდოა.
თქვენ თვითონ დაუწესეთ თავს, რომ ამ ტკივილით და ნერვიულობით გამოფხიზლებულიყავით და დაგეწყოთ გზა საკუთარი თავის შეცნობისკენ. ყველას განსხვავებული გზა აქვს, თუმცა ყველას გზას მივყავართ საკუთარი თავისკენ. საკუთარი თავის მთელობამდე, იმ მდგომარეობამდე, როცა თქვენ აღარ ყოფთ თქვენ თავს ცალკეულად, მთელი ორგანიზმიდან. ახლა დედამიწა იწყებს ამოჯამთელებას, იცვლება მთელი ცნობიერი კაცობრიობის და ცალკეული ინდივიდის. ყველა ადამიანი იწყებს გამოხვიძებას შინაგანად, იწყებს საკუთარი თავის ძებნას. სად ვარ მე, ნამდვილი? რა არის ის, რაც სინამდვილეში მინდა? რა მიშლის ხელს ამაში? როცა ადამიანი იწყებს კითხვების დასმას სამყაროში, მაშინ მოდის პასუხები. თუ არ არის კითხვები, პასუხები არ იქნება. კი ანგელოზები მშვენივრად ხედავენ თქვენს ფიქრებს, ესმით. ჩვენი ზეციური ოჯახი, ჩვენი ანგელოზები გვაკვირდებიან. ისინი სულ ჩვენთან არიან ყოველ წამს, თუმცა სანამ კითხვას არ დასვამთ, სანამ მათთან არ კონტაქტობთ, ისინი არ არღვევენ ამ სიჩუმეს. ისინი ელოდებიან პირველ ნაბიჯს თქვენგან. ამიტომ ესაუბრეთ, იურთიერთობეთ. ტელეპათიურად ყველა შეუძლია ერთმანეთთან ურთიერთობა. თუ თქვენი მშობლები ან შვილები ცხოვრობენ თქვენგან შორს, თქვენ შეგიძლიათ გაუგზავნოთ მათ თქვენი სიყვარული. წარმოიდგინეთ მისი სახება, ჩაეხუტეთ, შეავსეთ სიყვარულით, გამოუტყდით სიყვარულში. ჩვენი უჯრედები ყველასი დაკავშირებული არიან ერთმანეთთან და ისინი აუცილებლად იგრძნობენ ამ კავშირს. ასეთ ხშირად იმუშავებთ კავშირზე, ის თანდათან უფრო ძლიერი ხდება. ხანდახან არის ისე, რომ ზუსტად იცით ახლა და ამ წუთას უნდა დაურეკოთ ამა თუ იმ ადამიანს. ეს იმიტომ ხდება, რომ ის ადამიანი ფიქრობდა თქვენზე. თქვენი სივრცე, განზომილება ცოცხალია. ის გვესაუბრება ჩვენ ნიშნებით. მაგალითად, მე ვაკვირდები ჩემს სივრცეს, რა ხდება. ის ხო ჩემი სივრცეა, ჩემი შექმნილია. მე ლაპარაკება ნიშნებით. იქ რეკლამები, ბანერები, იქ რაღაც ფრაზები, ადამიანები ჩაივლიან რაღაცაზე ლაპარაკობენ. მანქანების ნომრები. ხანდახან ხვდები თუ რა უნდა გავაკეთო ახლა ამ წუთას. ვიღებ ნიშნებს და როცა ღებულობ, მერე უფრო მეტი მინიშნება მოდის. მთელი ჩემი სამყარო ანარეკლია ჩემი შინაგანი მდგომარეობის. ქვეცნობიერის მეშვეობით მაძლევს ნიშნებს, საით წავიდე, სან უნდა გავჩერდე, რა გავაკეთო. სადღაც გეჩქარებათ და არ გამოგდით საქმე. სინამდვილეში ეს ეგრეა საჭირო. ჩვენი ზეციური ოჯახი ზევიდან კარგად ხედავს თუ როგორ ჯობია ჩვენთვის. თუ გამოხრუჭებენ, ჯობია წინააღმდეგობა არ გაუწიოთ. ჩვენ სამყაროში, ჩვენ სივრცეში არ არის არავინ ისეთი, ვინც ხელს გვიშლის პირიქით, თუ რამე არსებობს ჩვენს ირგვლივ, ყველაფერი ჩვენთვისაა, ჩვენი განვითარებისთვის, არასასიამოვნო სიტუაციებიც და სასიამოვნო სიტუაციებიც. ყველა ჩვენ გვემსახურება და ეს ჩვენი თამაშია. ჩვენ ვართ მასში მთავარი გმირი. ჩვენ ვართ ჩვენი ცხოვრების მაკონტროლებელი და ჩვენ თვითონ სადღაც ვამუხრუჭებთ ჩვენს თავს.